მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით. განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მადევნებთ თვალს, ნდობას მიცხადებთ და უკუკავშირსაც თქვენებური ფორმებით გამოხატავთ, ხო, ვიღაც საჯაროდ, ვისაც თქვა საჯაროდ არ შეუძლია ინბოქსში მწერს. ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის უკუკავშირს. იმიტომ რომ ეს ჩემთვის ერთგვარი мотиваცია, ერთგვარი სტიმულია. რაც შეეხება ერთ-ერთმა მაყურებელმა დამიკომენტარა, რომ მხოლოდ ოპირაძე რატო შლითო და მე იქაც დავაკომენტარე და აქაც გავაჟღერებ, რომ მხოლოდ პირაძე არ ვშლი და ჩემი ყველა ვიდეო წინა ვიდეოები თითქმის ყველა იწყებოდა იმით, რომ ჯერ მოკლედ საკუთარ თავს და სხვა სფეროებს მიხედეთ და პირადი თავის თავად მნიშვნელოვანია ძალიან და ამაზეც ვისაუბრებ აუცილებლად დიდი ბოდიში, ვისაც არ გსიამოვნებთ ჩემი საუბრის მოსმენა შეგიძლიათ გადაახვიოთ, მაგრამ მე უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. პირადი უნიშნელოვანესია, მაგრამ სხვაზე არ უნდა იყოთ მიჯაჭვული, ანუ თქვენი პირადი არ უნდა წყდებოდეს სხვისი ყოფნა არ ყოფნით, თქვენი ბედნიერება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის აქტივობაზე თქვენს ცხოვრებაში. და მე სულ ამას მოგიწოდებდით, ხო და სულ ხშირად ჩემი ერთგული მაყურებელი გაიხსენებს, რომ ნამდვილად სულ იმას ვამბობ, რომ ერთი ის პერიოდი მინდა დადგეს თქო, მხოლოდ ჩემთან არა, სხვა საჯარო გაშლებთანაც, სადაც უფრო მეტი ნახვა ექნება კარიერას, სხვადასხვა სფეროებს, ხო, ვიდრე იმას, რას ფიქრობს ვიღაცა თქვენზე და ასე შემდეგ. ეს ერთი. ახლა რაც შეეხება კიდევ მეორე საკითხიც მინდა გავაჟღერო. აქ იწერება ხშირად როგორ დაგიკავშირდეთ პირადში, ქალღმერთის ფოტო მიდევს პროფილზე, ალების ტარო, ასეა მესენჯერში, წინ ორი ლომი ყავს. ქალბატონს პროფილის ფოტოთი რომ მიხვდეთ და ლინკი დევს აღწერაში. კიდევ ერთ საკითხს რომ შევეხოთ, ხო? ძალიან ხშირად იწერება, რომ რეზონირდა 100%-ით, 100-ია ცოტა რეზონირდა. ყველა საჯარო გაშლა ვერ რეზონირდება თითოეულ ადამიანზე, ჩემო კარგო ადამიანებო და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის არა კონკრეტულ ერთ ადამიანზე გაშლა, არამედ რაღაც კონკრეტ გარკვეულ ენერგიებზე, ხო? ჩემი მაყურებლების რაღაცა გაშლა შესაძლოა მორგებული იყოს თქვენ სიტუაციას, რაღაცა შესაძლოა არ იყოს და ყოველთვის გეტყვით, რომ თუ რაღაც ნეგატიურად იგრძნობთ თავს გაშლის დროს და ეს ინფორმაცია თქვენთვის მისაღები არ იქნება და არ მოგეწონებათ, ნუღა გააგრძელებთ ყურებას, ნუ დააპროგრამებთ საკუთარ თავს, ხომ? კიდევ ერთ-ერთმა ადამიანმა პირადში მომწერა, რომ როგორო სულ კეთილ რაღაცებზე საუბრობ, ანუ სასიკეთო რაღაცებზეო და როგორო, ანუ ნეგატივიო არსად არასდროს არ გამოსჭვივისო თქვენს ნათქვამში, არა ნეგატიური რაღაცებიც გამიჟღერებია, მაგრამ ზოგადად ერთ რამეს გეტყვით, რომ არ აქვს ადამიანი მნიშვნელობა ეს ფსიქოლოგი იქნება, ფილოსოფოსი იქნება, ტაროლოგი იქნება, მათემატიკოსი იქნება, თუ მუსიკოსი იქნება, შინაგანად თუ მაღალ ვიბრაციებში არ ხარ, თუ შენ თვითონ სიკეთის მატარებელი არ ხარ, თუ შენ თვითონ სხვისთვის კარგი არ გინდა, მაშინ ამ შემთხვევაში ხო, არ ვიცი, მე მაგალითად ეგეთ მეგობარსაც ვერ ვენდობი, ხო, ან მეზობელსაც ვერ ვენდობი. მუდმივად ვიღაცაზე გამკენწლავად რო საუბრობს, მუდმივად ჩასაფრებული რომ არის, რომ ის რა დაუჭიროს, ხო, უარყოფითი იმისთვის, რომ მე ეს რაღაცა ბევრს იმის თავიც არ აქვს, რომ პირადად გითხრან და წამოგაძახონ, ხო, ვიღაცასთან ისე იღრიბად ვითომ გიკბინონ და ამ დროს თვითონ ანუ ეს ჩემში მაპატიეთ, ყველას მისი ცხოვრების გზა აქვს, არავის განვიკითხავ, მაგრამ ეს ჩემი არ არის. მე ვთვლი, რომ დიახ, ძალიან ისეთ დადებით ენერგიებში უნდა იყოს შენ თვითონ, რომ ის შენი დადებითი ენერგიები სხვას გადასცე, სხვას რაღაცით დაეხმარო და სხვას რაღაცით წაეშველო, მაგრამ თუ შენ არკანებში რაღაც ნეგატივს ხედავ, ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოსული ადამიანები დამემოწმებიან, რომ ეს ნეგატივიც მithქვამს სწორი ფორმით, ოღონდ არ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს გული გავხეთქო და უთხრა, რომ ხვალ უკაცრავად შენ აღარ იქნები ამ სამყაროში, ხო, ნუ მსგავსი ხარ გამორიცხულია, რომ ვიღაცამ ვინმეს უთხრას, მაგრამ ნუ ზოგადად შენ რაღაცა ისეთ სასწაული რაღაცა გაკეთებული, რომ ნუ აი ახლა შენ თუ სასწრაფოდ ამას არ გაიკეთებ, ხვალინდელი დღე შეიძლება აღარ გათენდეს. ნუ არ, იმიტომ რომ ამით შეიძლება დახვრეტამდე პერიოდი უარესია დახვრეტასო, ხო? ხო, ვისაც არ მოგწონთ ჩემი ეს დამოკიდებულება, ან ვიღაცას ეს ერთგვარად ფამილიარობა დეჩვენება ან რაღაც არაჯანსაღად, არანაირი პრობლემა, ჩემო კარგო ადამიანებო. არც ერთ ვიდეოში არ გამიჟღერებია, რომ გინდა თუ არა
ჩემი მუდმივი ლოიალური მაყურებელი იყავით თქო და ახლა ხო არა თქვენი არჩევანია ვისთან სად როგორ რანაირად ხო თქვენ საერთოდ გული გაგწევთ თქვენი დამოკიდებულებებიდან თქვენი ენერგიებიდან ისე უნდა მოიქცეთ და ისეთ ასე ვთქვათ გარემოში უნდა იყოს ეს არ აქვს მნიშვნელობა ვირტუალური იქნება თუ რეალური დღევანდელ გაშლას რაც შეეხება დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო რამდენად არის პერსპექტივა რომ დავოჯახდე მამაკაცებისთვისაც და ქალბატონებისთვისაც რა თქმა უნდა და სანამ გაშლას დავიწყებდე აქაც პატარა შესავალი უნდა გავაკეთო რომ ოჯახი ჩემო კარგო ადამიანებო არ არის ხშირად ის რაც ჩვენ გვეჩვენება 17-18 წლის ასაკში და სხვათა შორის ზოგს 30-33 წლის ასაკშიც ოჯახი ეს არის საზოგადოებრივი ინსტიტუტი რომელიც დაფუძნებულია პარტნიორობაზე დაფუძნებულია საერთო საქმეზე დაფუძნებულია მომავალ თაობაზე ხო შენ თუ თვითონ ჯანსაღად არ ხარ იმ სიტუაციაში სადაც ხარ და გააზრებული არ გაქვს რას კიდებ ხელს შენ ჯანსაღ მომავალს ვერ აღუზრდი სამყაროს ხო შესაბამისად ის მომენტი რომ მე არ ვარ მზად მე უბრალოდ ოჯახი მეგონა მაპატიეთ და საერთო სარეცელი და არ ვიცი პირველი კონფეტნი ბუკეტნი პერიოდი თაფლობისთვის ხო ესე არ არის ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონაც არ გვაქვს ხოლმე გაცნობიერებული მინდა ერთია მაგრამ ვარ ამისთვის მზად ვარ იმისთვის მზად რომ ეს წყალებში უღელი დავიდგა ამით უმეტეს დღევანდელ დიახ არ მომერიდება მე ამას ძალიან ხშირად ვამბობ ტურბულენტურ ეპოქაში ხო როცა ყველაფერი არ ვიცი სინათლის სიჩქარით იცვლება და იცვლება ადამიანების დამოკიდებულებები და მიდგომებიც ხო მუდმივი სამყაროში არაფერია და ლოგიკურია დღეს როცა ინფორმაცია ძალიან ხელმისაწვდომია და ანუ აი ვირტუალური სივრცე კიდე ხო ანუ შენ რომაც არ გინდოდეს ისე შეგაცდენს პირობითად ვიღაცა ძალიან ჭკვიანი და ისეთი ოსტატურად რთობილი თუ შემოგიჩნდა რომ თვითონაც ვერ მიხვდები განსაკუთრებით დიახ ესეთი ადამიანები ნადირობენ ისეთი სუფთა ენერგიების მქონე ადამიანებზე რომლებიც გულუბრყვილოდ უყურებენ დღემდე რაღაცებს და გულუბრყვილობა სიბრიყვეში არ უნდა გადავიდეს ესეც ალბათ მithქვამს არ ვიცი სხვა გაშლებში შესაბამისად ერთია რომ მინდა ოჯახის შექმნა მაგრამ მეორეა რამდენად ვარ ამისთვის მზად ხო არ ვიცი ვნახოთ მივყვეთ გაშლას რას როგორ გვაჩვენებს და ის ინფორმაცია გავახმოვანოთ და იმ ამბებს მოვიტან ასე ვთქვათ თქვენამდე პირველი მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ ვისთვის არის გაშლა ხო პატარა სიგნიფიკაცია გავაკეთოთ ვისთვის არის გაშლა ხო, ნახეთ პენტაკლების რაინდი. პენტაკლების რაინდი სხვათა შორის ჩემო კარგო ადამიანებო არის მე ძალიან მიყვარს. თან განსაკუთრებით მიყვარს ამ დასტაში კონკრეტულად ეს არკანი. ნახეთ, ადამიანს უკავია ხელში რუქა. ნუ მზესუმზირა იცით თქვენ რომ ეს არის ბედნიერების, ხვავის, წინსვლის, სინათლის სიმბოლო და ზუსტად ეს ადამიანი რაღაც გზას უყურებს, ხო, აი თითქოს ნიშნულებიც აქვს, წერტილებიც აქვს, როგორ უნდა მივიდეს იმ კონკრეტულ სიტუაციამდე, რაც მას მოჰგვრის აბსოლუტურად ყველანაირ სისავსეს, ხო, ყველანაირ წარმატებას, ყველანაირ გამართლებას იღბალს. პენტაკლების რაინდით არ ვიცი, შესაძლოა ახალგაზრდა ადამიანები მიყურებდეთ, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ თუ შედარებით ასაკში მყოფი ადამიანები მიყურებთ, იყოთ ახალგაზრდულ ენერგიებში, ხო? აი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში არიან ახალგაზრდულ ჩაცმის სტილიც კი ესეთი აქვთ, ხო, რაღაც აი აზროვნების სტილიც კი ასეთი აქვთ. თქვენ უნდა იყოთ წესით და კანონით მომთმენი, პრაქტიკული, აი როგორი ადამიანები იცით, ცოტა აჯიუტი და ამბიციურებით, მაგრამ ჯანსაღად ამბიციურები, მშრომელი, ანუ აი მიზანზე ორიენტირებული ადამიანები. ის კი არა რომ მე მომეცით უფლებები, არა, თქვენ იცით რომ მე მომეცით უფლებები იმისთვის რომ მე ჩემს მიზანს დამანახე მიზანი, ნახეთ, და მე თვითონ გავმიჯნავ მე უფლებებს და მოვალეობებს. ძალიან საინტერესო არკანია. 1000 ჯერ იფიქრებთ სანამ რაღაცა მოქმედებას გადაწყვეტთ, არ ვიცი, შესაძლოა
შესაძლოა ვიღაცა ძალოვანი სტრუქტურებიდან, განსაკუთრებით პროკურატურიდან მიყურებდეს, ვიღაცა ადვოკატი იყოთ, არ ვიცი, სხვა შორის მიწათ მოქმედებასაც უკავშირდება სასოფლო სამეურნეო საქმიანობასაც, ვიღაცა შეიძლება რეგიონიდანაც მიყურებთ, ან ვაჭრობით, აღებმიცემობით დაკავებული ადამიანი შესაძლოა იყოთ. და ვნახოთ ახლა ეს რა გადმოგვიფრინდა, ხო, რა ხდება? რა მიჯაჭულობები გაქვთ, რა ადიქციებზე მესაუბრება ახლა. აი, ნახოთ ახლა, აი ამ ეტაპისთვის თქვენს ცხოვრებაში თუ არის ვინმე სერიოზული. ხო, სავარაუდოდ არის ადამიანი, რომელიც მოდით ნახეთ ახლა ერთ რამეზე ჩამოყალიბდეთ. აქაც რომ კიდევ არ იყოს ხოლმე მერე ჩასაფრებული ადამიანების, ნუ ჯერ საბედნიეროდ მე არ მქონია, მე ზოგადად არავის არ უსმენ, გულწრფელად რო გითხრათ, არც ერთ საჯარო გაშლას არ ვისმენ ქართულ სივრცეში. აბსოლუტურად. შესაბამისად მე არ ვიცი, ადრე როცა ვისმენდი, მომისმენია ხოლმე ერთმანეთის მიმართ რაღაცა გადაკრული ქარაგმები და ასე შემდეგ, მაგრამ რაც მე გაშლები დავიწყე არავისთვის მომისმენია, შესაბამისად ვერ ვიტყვი, შეიძლება ვიღაცა ცალკე, მაგრამ ხო, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ღმერთს მადლობა, რომ ჩემამდე არაფერი მსგავსი არ მოსულა, მაგრამ ნახეთ 7-იანი ხმლები. 7-იანი ხმლებით მეგობრებო, თვითონ არკანი არის, არკანის გაშიფრვა საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ იქმნება ამდენი დასტები, ამდენი ილუსტრაციით და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შინაარსით, რომ რა თქმა უნდა, სხვადასხვა არკანის, სხვადასხვა დასტის, სხვადასხვა არკანს აქვს სხვა მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუ ზოგადად კლასიკურ ნაწილში ეს რაღაცა საშიშს არის კოქცევას რაღაცა ინტრიგებს, თაღლითობას, რაღაცა ასე ვთქვათ, აი манипуляციებს მოიცავს, ამ არკანში ნახეთ ადამიანი დგას და ჩასაფრებულია, როდის მოიპოვოს საკუთარი სიტუაცია. კი, ცალსუფთა ენერგია აქაც არ მოდის, მეგობრებო, მაგრამ აი თითქოს ვიღაცა არის თქვენს ცხოვრებაში, ვინც შესაბამის სიტუაციას ელოდება, რომ მოქმედებაზე გადავიდეს. ახლა ვნახოთ შემდეგი არკანები რა დაჭდება და იმის მიხედვით გეტყვით, ეს დადებითი ადამიანია თუ ნეგატიური ადამიანია. ხო, ნახეთ, მეორე 7-იანი მაქვს, 7-იანი კვერთხები, ეს თქვენ იცით, აი კლასიკურ დასტებში კიდე უფრო სხვანაირად არის ეს წარმოდგენილი, ეს რომ ირბის ხო, რომ საკუთარი მიზანი ერთგვარად ხო უტრირებულად რო ვთქვათ დაიკაოს ხელში, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტია, აქ თითქოს საკუთარი აი დაღლილია ხო ბრძოლისგან, თავდაცვაზეა გადასული, თითქოს აი კონკურენციასაც აქვს კლასიკური გაგებით ადგილი, მაგრამ აქ ნახეთ ამ თავის გამოცდილებას თითქოს გზად და ხიდად დებს იმისთვის, რომ ეს დაბრკოლებები და რაღაცა კონკრეტული სიტუაციები, რაც მის ცხოვრებაში არის, სწორად გადალახოს. კიდე მანახე ტრანსფორმაციის არკანი და არჩევანის არკანი. ხო, აი რაღაცა უსიამოვნო ენერგია არის თქო აქ სავარაუდოდ, მეგობრებო. ეს არჩევანი, ახლა ნახეთ, შესაძლოა იყოს არა მხოლოდ აქ 4 მაღალი არკანი მიყავია ხელში, მეგობრებო, ტრანსფორმაციის 2 არკანი, ნგრევის, ოღონდ კოშკის არკანსაც სხვა დასტაში სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ხო? განსაკუთრებით მიყვარს აი ეს დაკიდებული მამაკაცი, რომელსაც დაკიდებული მამაკაცის მიღმა შეიძლება სხვა ყველაფერი დავარქვათ, ხო, ადამიანი, რომელიც სულაც არ თulis, რომ მის ცხოვრებაში რაღაცა ცუდი ხდება პირიქით, არც ტარანტული მაღელვებს, არც არაფერი, მოკლედ მგელი მერას დამაკლებს ეგ თემა რა, მაგრამ რაღაცა არჩევანის წინაშე გაყენებთ სიტუაცია, ან ეს ადამიანი, ან შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნებში იყოთ, არ გამოვრიცხავ, ან სხვადასხვა ქალაქებში დისტანცია მანძილი გქონდეთ, ან უბრალოდ ხო რაღაცა სამკუთხედთან გქონდეს საქმე, სამკუთხედის ენერგიებთან, თუმცა 4 მაღალის არკანის პირობებში რაღაც ძალიან სერიოზული ამბები და მე-5 მაღალი არკანი, ბედის ბორბალი, საბედისწერო ამბები ნამდვილად ხდება ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში. საჯაროა გაშლა, თქვენ თქვენი სიტუაციები უკეთესად იცით, ხო? სად რა, როგორ და კიდე ერთი არკანით მანახეთ თუა ვინმე. აი ნახეთ
აი ამ ორი არკანით თითქოს რაღაცა უკვე გაფუჭებულია ადამიანთან და ეს ადამიანი მოცდის რეჟიმშია, როგორ გამოასწოროს და როგორ მოვიდეს თქვენამდე და როგორ ასე ვთქვათ დააბალანსოს სიტუაცია. აი რაღაცა ესეთი ინფორმაცია უფრო მომდის. მაგრამ ახლა გადავიდეთ მთავარ საკვანძო ჩვენი გაშლის ძირითად კითხვაზე, ხო? უახლოესი პერიოდის მანძილზე რამდენად არის შესაძლებელი თქვენი დაოჯახება და ხართ თუ არა ამისთვის მზად? მოდი, ხო, ნახო. ოხო, ოპა. ნეტა ვინ მიყურებთ, მეგობრებო. დასტის ბოლო მაქვს სულელის არკანი. ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5 მაღალი არკანი მიკავია ხელში. თქვენს თვალწინ ჩეხავთ, თქვენს თვალწინ ვიღებ არკანებს. გაურკვევლობიდან გამოსვლა ყველა შემთხვევაში ცალსახად ეს ერთადერთი არკანია, სადაც გოგო მთვარისკენ კი არ მიდის, უკან მოდის, ხო, ამ დასტაში. პირიქით სინათლისკენ მოდის, მთვარის უფსკრულიდან გამოდის. აი როგორი მომენტი გაქვთ იცით, აი ამ მიჯაჭულობებიდან, აი ამ არაჯანსაღი დამოკიდებულებებიდან, ვინმეზე ან რამეზე არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ გამოხვალთ. თქვენ ბედისწერა მოგცემთ იმ ურთიერთობას, რომელიც აი მართლა ნახეთ როგორ სიმშვიდეს გაგრძნობინებთ, ხო, იყავი ჩემთვის ხრები, იყავი ჩემთვის არ ვიცი, თავშესაფარი. სამყაროს არკანი, ბედისწერის არკანი ძალა. არ თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი მართლა საბედისწეროც ამბები უნდა მოხდეს, რომ აი თქვენ თვითონ გაოგნებულები იყოთ. ეხა ერთი კითხვა გამიჩნდა და ეს უნდა დავსვა. ეს იმ ადამიანს უკავშირდება, ვინც წეღან გვაჩვენა, თუ სხვა ადამიანს უკავშირდება. აქ არჩევანი გაქვთ. აქ ერთი ადამიანი არ იქნება თქვენს ცხოვრებაში მარტო, მეგობრებო, მაგრამ არჩევანს მაინც აი ძველ ადამიანზე გააკეთებთ და აგერ პენტაკლების მეფე, აგერ ოჯახი და აგერ სამართლიანობის არკანი. აქეთ უფრო ილუზორული, უფრო თასების, ემოციების თემა, აქეთ უფრო სტაბილურობა. მგონია რომ უფრო იმ ძველ, აი ნაცნობ ადამიანზე შეჯერდებით. ნაცნობ ადამიანზე, ვინც უკვე თქვენს ცხოვრებაში არის, კი, და აგერ იმპერატრიცა თავისით გადაფრინდა. პირველ ვარიანტში ძალიან კი არა და არ ვიცი 99.9% დიახ სერიოზული ურთიერთობის ამბავი დგება. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვნახოთ ახლა. მეორე ვარიანტს როგორ ეჩქარება, რა ხდება? კარგი. აბავისთვის არის გაშლა ძალიან აქტიური, ძალიან აი როგორი ადამიანისთვის იცი, ფოთვარე ცხოვრება რომ მოსწონთ, ხო, იცით, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ყველაფერში რომ არის და აი მოკლედ არაფერი რომ ეზარება, აი ვერცხლის წყალიო რომ ვიტყვით ხოლმე, ხო? ძალიან აი თან როგორი იცით, ცოტა იმპულსურიც, ცოტა როგორი ადამიანი შეიძლება იყოთ, იცით, აი როგორ გითხრათ, მეჩქარება, მე დროს ვერ ვუცდი. მატარებელზე წინ რო გარბიან ხოლმე, აი დაახლოებით ესეთი. ოღონდ, სწორად გამიგეთ, ირონიულ ნაწილში არ ვამბობ, ხო? აი, სულ რო გინდათ ახალ-ახალი ურთიერთობები, ძალიან ხშირად შეიძლება საკურორტო რომანებითაც იყოთ ხოლმე დაკავებული. აი, მყისიერი რეაქციები რო გაქვთ ყველაფერზე, უცებრო გემართებად გატაცება, უცებრო აი შეგიპყრობთ რაღაცა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, არ ვიცი. შეიძლება ვიღაცა საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენელი იყოთ, ჟურნალისტი იყოთ, პიარი, პოსტის წარმომადგენელი, ტურიზმის წარმომადგენელი, აი საკურიერო მომსახურების წარმომადგენელი. სულ წათი მოდისთან დაკავშირებული, ჩქარა, სულ რომ დროის უკმარისობა გაქვთ ეგეთი ადამიანი. ეხლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთანაც რაღაცეები ცოტა გაურკვეველი გაქვთ, ცოტა
ვერ გაგიგიათ ბოლომდე რა ხდება, გინდათ რაღაცების გამორკვევა, გინდათ ბოლოს და ბოლოს რო სწორი ინფორმაციები მიიღოთ, მაგრამ ცოტა ცივ ენერგიებშია ახლა ეს ადამიანი. აი თითქოს დაიწყება ურთიერთობა ცხეცივაცხელას თემაა. ცოტა შეიძლება ეგოისტური დამოკიდებულებებიც გქონდეს ადამიანს და აი როგორი ადამიანი იყოს, იცით, აქაც მაღალი არკანების ჩვენ ამაქვს. უჭირდეს ბალანსის დაცვა, აი ზედმეტად ემოციური, ზედმეტად ფიცხი, ცოტა აგრესიებში შეიძლება გადაუვიდეს ხოლმე რაღაც მომენტები და ეს ძალიან აი გაბნევდეთ ეხადელი ენერგიები. ახლა ვნახოთ მომავალში. ეხლა ვნახოთ მომავალში, აბა. ჩვენი ძირითადი კითხვა, ხო? რამდენად არის დაოჯახების პერსპექტივა და რაღაც არკანი გადმომიფრინდა იმპერატორი და რაღაცა დღეს მე მგონი რეალურად ვიგრძენი, რომ ვიღაცების ქორწილების პერიოდები მოდის, არა და მაისია. პრინციპში რატომ მაისის მერე ზაფხულის ზუსტადაც რომ შვენიერი პერიოდია. ეს არკანები გადმოფრინდა. ხო, ნახოთ კიდე მივყო. კი ბატონო და კი ბატონო. აქ უფრო მშვიდი ამბები გაქვთ მეგობრებო. დიახ, აქ რაღაცა სტაბილურობის მომენტები მოდის. აქ თქვენ სავარაუდოდ რაღაცა დასვენების პერიოდი გაქვთ ახლა. ამ წუთას რომ გითხრათ, რომ ფიქრობდეთ, რომ აი კონკრეტულად ეს არა, ეს მომენტი არ გქონდა, მიხედავთ იმისა, რომ იქ დამიფიქსირდა, ხო, რომ რაღაცების გარკვევას ვცდილობთ, მაგრამ ნუ ხა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ვიღაცა რომ შემოდის, იქ რაღაცა კითხვის ნიშნები რო ჩდება, ვცდილობთ, რომ პასუხები მივიღოთ. ლოგიკურია ეს ამბავი, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტია, დავისვენე, უნდა დავფიქრდე, მით უმეტეს განდეგილის არკანი მაქვს აქ და განდეგილის არკანთან ერთად მეგობრებო, როგორი მომენტია, იცით? აი გათვით ცნობიერების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარ დიახაც არჩევანში, აი მინდა ეს სწორად თუ ასე ჯობია, აი რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის, რომ აი ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებთ, კარგად ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბებთ და ნახეთ როგორი მომენტი გექნებათ, აი როცა განდეგილთან ერთად თან ქურუმი ქალი ამოდის მეგობრებო, ხო? აი გექნებათ შესაძლებლობა, რომ სწორად განჭვრიტოთ მომავალი. ნახეთ აი თითქოს გაუცნობიერებელი შეგრძნებები გექნებათ, აი თითქოს ბოლომდე ახმადი არ იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ზუსტად გაშიფრავთ სიტუაციას და აი თქვენს ინტუიციას გაყვებით. თქვენს ინტუიციას გაყვებით და კი ბატონო, ნახეთ სტაბილურობა მოდის. რაც შეეხება ხმლების რაინდს, მეგობრებო, ხმლების რაინდი, მიუხედავად იმისა, რომ ხმლების მასტი ზოგადად თქვენ იცით, რომ ეს არის კონფლიქტური მასტი, ეს არის მწვავე ენერგიებია მაინც, ხო, რაღაცა ცივი ენერგიებია. ეს ადამიანი ზოგადად არის აი ზრდაზე ორიენტირებული ადამიანი, ნახეთ აქაც შესაძლოა არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, რომ ახალგაზრდული ენერგიები ტრიალებდეს და ადამიანი, რომელიც აი თითქოს რაღაცებს არკვევს, რაღაცებს აცნობიერებს, მოდით ასე ვიტყოდი და ნახეთ აი გადაწყვეტილების მომენტში ხმლების რაინდი როგორია, იცით, აი წესიერია, გულახდილია, გულწრფელია, ძლიერია, მაგრამ აი მოუთმენელი და ურჩია და ის სისწრაფე ზუსტად თქვენთან რაღაცის კოლაბორაციაში კარგად ჯდება რა. ძალიან რისკიანია და ამავდროულად მე რო ვთქვი, რომ თქვენ სწორად გაჭვრიტავთ თქვა რაღაცებს, ხმლების რაინდსაც ახასიათებს ძალიან ისეთი შორსჭრეტელობა, ლიდერობა. არ გამოვრიცხავ ვინმე ჯარისკაციც იყოს, სამხედრო იყოს, ან პოლიციის სფეროს წარმომადგენელი. დაფიქრდით, შეიძლება მსგავსი რაღაცა ან ტექნიკას და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფი ადამიანი, ან საგანგებო, აი სამაშველო სამსახურები და ასე შემდეგ, ხო?
ფორმიანი რა მოკლედ მარტივად რო გითხრათ ну თუმცა აუცილებელი არ არის ძალიან ისეთი სხარტი გონების ადამიანია ძალიან სწორად და კარგად რომ მეტყველებს და მგონია რომ თქვენ ამ ადამიანთან აი თუ გეცნობათ ესეთი უნდა იპოვოთ საბოლოოდ სტაბილურობა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები თქვენს თავზე მოირგეთ ზღვა ემოციების ზღვა და დიახ სამსჯავროს არკანით და აი კიდევ რამდენი მაღალი არკანი ამოვიდა ხო ვარსკვლავის არკანით თქვენი ოცნების ასრულება მე არ ვიცი თქვენ რაზე ოცნებობთ ახლა და ამ ეტაპზე მაგრამ ყველა სიტუაციას გაეცემა პასუხი და აგერ პენტაკლების 10-იანი პენტაკლები ხო სტაბილურობა ოჯახის არკანი ამოდის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ ვიცი აი კიდევ ერთი ოჯახის არკანი ხო 4-იანი ზეიმი ოჯახური რაღაცა ისეთი სუფრა და ასე შემდეგ. არ ვიცი დღეს რატომ მომინდა, არავის არ უთხოვია რომ ეს თემა გამეჟღერებინა ნამდვილად, ჩემით მომინდა და ალბათ ვიღაცას ეს ნამდვილად გჭირდებოდათ რომ მოგესმინათ. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.